გამოჩნდება თუ არა, ითხრას ვეძებდი ამ იმას, რა ქვია, ასეთ სამოს და არ ვიცი, ჩანს თუ არა გულზე მახატია ჩიტი. არა ჩიტი. აი თუ ხედავ, რატომ ახატია, იცი, იმ ქალის მონაზონი ქალი იყო ბოდბეს მონასტერშია დაკრძალული. იმ ქალის საპატივცემლოდ, რომელმაც საფლავზე დაიბარა და მის საფლავის ქვაზე პატარა ესეთი ორმო ამოკვეთეს. რომ წინის დროს წყალი დგება და ჩიტმა რომ წყალი გაივლის. წარმოგიდგენია ადამიანი, ესე იგი ასეთ სიმაღლეზე შეიძლება ადამიანი ავიდეს, რომ ჩიტი იყოს მისთვის საზრუნავი და წარმოგიდგენია რომ მოსამართლე, რომელსაც ადამიანის ბედი ევალება, შეუძლია ასე გადაწყვეტოს, როგორც ეს ჩვენთან. ეს წარმოუდგენელი რამეა. ეს ასე არ დამთავრდება. არ დამთავრდება. იცი რამდენი 1000 წელი ვიობთ, რომ ჩვენი ქვეყანა გქონდეს, თავისუფლება იყო და სამართალი იყო ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ვიობთ. იმდენი სისხლი გქონდა, ონა სისხლი გქონდა დაღვრილი და დაგებული. ეს ასე არ დამთავრდება. ვერ დაგვაბრუნებთ რუსეთის იმპერიაში. სამწუხაროდ შეიძლება ცუდი ამბავიც მოყვეს, მაგრამ იმიტომ კი ამბობ ამ ზღვაში, იმიტომ რომ თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი სიცოცხლე. ყველაფერს თავი დავანებთ. ვიდრე ნებისმიერი ცუდი ამბავი. უკან მე დავანებთ. ისაც ამის ილუზიებია. ყველას ამოხოცავენ ამ ციხეებში გამოვკეტავენ. ეს ტყუილი ფუჭი ილუზიები, ეს არ მოხდება. ვერ დავდაგვა. თანამედროვე და კარგი სახელმწიფო, ვიტყვი მაგათიშოვს. ერთი ადამიანი, ის ერთი ადამიანი, აი ეს ბიჭი 20 წლის თუნდაც რომ დაეშავებინა, ხო, ისო დამნაშავე რო იყო. ამდენი წელი როგორ უნდა მისცე ჯოხის მოქნევისთვის, როცა ამდენი დამნაშავისთვის არანაირი პასუხი არ მოგითხოვა. სამართალი საგან. ეს ხო ამას ხო ვერ გაიგეთ ადამიანი. დაიბარო ჩიტისთვის. ჩიტმა რომ წყალი დავიო. ჩიტზე ადამიანი რო ფიქრობს, ადამიანზე მოსამართლე როგორ ვერ უნდა იყოს. მოსამართლე რო იყო, რომ ვიცოდე რომ სრულ მოწმე მოყავთ. ისა პოლიცია ჯერ ეს რა არის? რამდენი ღირსეული პოლიცია, რამდენი ადამიანი არის ალბათ ხო პოლიციაში ღირსეული ბოლო-ბოლო. სულ მაგას ვიხსენებ. რამდენიმე წელს პოლიციელი გადახდა მტკვარში და გადაარჩინა. ბიჭი ახალგაზრდა ადამიანი თვითონ დაიხრჩა. იმ პოლიციას როგორ შევადარებ, ესე იგი როგორ არცხვენენ ამ ჯერ ესეთი ქვეყნები არსებობს, ხო იცი ინგლისში, მაგრამ პოლიციელი ვერ გახდები თუ ტყუილს ამბობს. პოლიციაში ვერაფერ ვერ გახდება. წარმოგიდგენთ, ჩვენ და პირიქით არის, რომ კი კაცო მოდი ტყუილით გეხერხება, აგერ მიდიყვან სასამართლოს. ეს ხო გასამართლო, ამისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია.